დღეს მშვიდობისა მოგესალმებით. ძალიან საჭირო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან საყურადღებოზე სხვათა შორის ეს ტკივილგამაყუჩებლებთან დაკავშირებული თემაა. შვება თუ რისკი სიმართლე ტკივილგამაყუჩებლების შესახებ. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა პარაცეტამოლი, იბუპროფენი და ასპირინი, იმდენად გავრცელებულია, რომ ხშირ შემთხვევაში არც კი დავფიქრდებით ხოლმე, სანამ აპს მივიღებთ. მაგრამ მართლაც უსაფრთხოა ეს წამლები, როგორც გონია. ქეთი ასათიანი გვერდება ახლა სტუდიაში და მას დაუშვათ შესაბამის შეკითხვას. ქეთი, აი მაინტერესებს გზადვე შეგეკითხო, რამდენად ხშირია ტკივილგამაყუჩებლების მიღება საერთოდ? მე ვფიქრობ, რომ უხსჯირესი, გამარჯობა. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი და ტემპი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ხო და მიჩვეულებიც ვართ. მიჩვეულებიც ვართ. ალბათ აბსოლუტურად გეთანხმები იმ თვალსაზრისითაც, რომ სიმარტივე რეცეპტის გარეშე ნებისმიერ დროს ამაზე ცოტა მოგვიანებით, თუმცა მინდა მოგაწოდოთ ისეთი ციფრები ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, 2024 წელს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გლობალურმა ბაზარმა შეადგინა 84 მილიარდ დოლარზე მეტი. ძალიან დიდი თანხა. მე მოვიყვები ნათქვამი. ახლა ნახეთ, ჩვენ გამოვიანგარიშეთ, შეძლებს დაგვარათ ამ ციფრებიდან გამომდინარე, თუ ერთ დღეში რა რაოდენობის აბი იყიდება. ხომ კარგად ხედხართ? აბა, ნახეთ, 921 მილიონი აბი ყოველდღიურად. ანუ ეს არის პასუხი თქვენ შეკითხვაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება. ხშირი ქვია მას. მე პროცენტებში მე შევდივარ, ქეთი შევდიოდი, ახლა აღარ ხო და იცით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას? ამ პრეპარატების გონივრულ გამოყენებას და სიფრთხილით გამოყენებას. ხო ვიცით ყველამ რომ ძალიან მარტივია, გამოვიყენებთ თავის ტკივილის დროს, კუნთების ტკივილის დროს, სახსრების ტკივილის დროს, გნებავთ იგივე დაუშვათ, ქალბატონებში ხშირია დაუშვათ menstruალური ტკივილის დროს, არა? აქ სხვათა შორის პაციენტების, არა, პაციენტი არასწორი სიტყვა ალბათ, უფრო მომხმარებელი ორ კატეგორიად იყოფა. ერთი მომხმარებელი პაციენტი არის. რა თქმა უნდა, იცით რას გულისხმობ? ადამიანი, რომელსაც ზოგადად თითოეულ ჩვენგანს აქვს ტკივილის აღქმის შეგრძნება სრულიად განსხვავებული. არის ნაწილი კატეგორია ადამიანებისა, ოღონდ წამალი არა, მე ვეცდებით შემით, დავარეგულირო და ავიტან და გადავიტან ყურადღებას და ასე შემდეგ. მეორე კატეგორია, მყისიერად, როგორც კი რამე წამოთქივდება, უმალ დაეწაფება ხოლმე და მიიღებს ამ პრეპარატს. აი, იცით, ეს გასაგებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრმა არ იცის, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები იყოფა ორ ჯგუფად. ანუ ჯგუფი პირველი, მოდით ვთქვათ ასე. ეს გახლავთ ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფი. ესე იგი, სახელწოდებიდან გამომდინარე, ისინი ებრძვიან ანთებას და გამოიყენება დაუშვათ ანთებითი პროცესის მკურნალობის დროს, ისევე როგორც რა თქმა უნდა, სიცხის დროს, რაღაცა სხვადასხვა ტრავმის დროს დაუშვათ, ანუ ფართოდ გამოიყენება ეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და ნაცნობი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, როგორიც არის დაუშვათ იგივე იბუპროფენი, იგივე ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ნიმესულიდი, აი ეს გახლავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ჯგუფის წარმომადგენლები. იბუპროფენს აქვს ჩემი დიდი პატივისცემა ამ ჩამონათვალიდან სხვათა შორის. კი ბატონო, იმიტომაც ესე იგი დავიწყე განხილვა პირველი ჯგუფით. მაგრამ ერთი წამოდგება ხო ანთებას არ ნიშნავს. ბუნებრივია და ესე იგი ასევე რაც უნდა ვიცოდეთ, აუცილებელია ამ პრეპარატების მიღება უკვე როდესაც საკვები მირთმეული გაქვს მას შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მათ შესწევთ უნარი გააღიზიანონ კუჭის ლორწოვანი გარსი. საკმაოდ გზნობი არის, ისედაც ჩვენი გასტროენტეროლოგიური ტრაქტი ხომ ცალკე ასე ვთქვათ აღნიშნვის ღირსია და საკმაოდ გზნობი არის, როდესაც დაუშვათ იქ მშიერ მდგომარეობაში არის ეს პრეპარატი გამოყენებული. მეორე დაუშვათ რაც სურს რო აღნიშნო, ეს გახლავთ მეორე ჯგუფი, როგორიც არის აცეტამინოფენი, ანუ ეგრეთ წოდებული ჩვენ რაც ვიცით უფრო უკეთესად აცეტამინოფენთან შედარებით პარაცეტამოლი და შესაბამისად პარაცეტამოლიც გამოიყენება საკმაოდ ხშირად, იგივე ბავშვს, როდესაც აქვს რაღაც ტემპერატურა, ამ ტემპერატურული რეაქციასთან გასამკლავებლად, ანთებას დაუშვათ ეს ნაკლებად, ხომ? და პარაცეტამოლსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. ცოტას უფრო უსაფრთხოა. ასე არის, ასე ვთქვათ, მოსაზრება ასეთი, იმიტომ რომ კუჭს არ აღიზიანებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი დაუშვათ იშლება და ასე ვთქვათ, განიცდის გადამუშავებას ჩვენს ორგანიზმში ღვიძლში. ამიტომაც აი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სწორად იყოს პრეპარატი მიღებული
სიხშირეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ რომ მიღების სიხშირეზე, დოზირებაზე, რასთან ერთად ვიღებთ, ამასაც აქვს მნიშვნელობა და ასე ვთქვათ, ზიანდება რა? გულსიზარდთა სისტემა, თირკმელი, ღვიძლი, კუჭი, ანუ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველ ჯერზე ამ პრეპარატების მიღებიდან. და გულზე მართლა შეიძლება რომ რაღაცა გართულებები მივიღოთ, ანუ ამას ამბობ. გულსიზარდთა სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ამის საპირწონეთ უნდა მოვუხმო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ საერთაშორისო კვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებულ მეტაანალიზს, რომელიც ეფუძნება რეალურად ნამდვილ, ესე იგი, ინფორმაციას, ასე ვთქვათ, დაფუძნებულია ასეთ ინფორმაციაზე, რომელიც არის კანადიდან, ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მკვლევრებმა ცხადყვეს, რომ აი ამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების გამოყენება არ არის საუბარი სიმპტომურ გამოყენებაზე, საუბარია ხშირ გამოყენებაზე და ასევე ცოტა დიდი დოზით გამოყენებაზე. აი ამან ყოველივემ გაზარდა გულის შეტევის რისკის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი 20-დან 50%-მდე. ოღონდ აქ ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია არა მარტო გულსიზარდთა სისტემის პრობლემის მქონე პირებზე, არამედ ჯანმრთელ პირებზეც არის საუბარი. ასევე დაუშვათ ამ სტატიაში, როცა ხშირად და დიდი დოზით. ასევე ამ სტატიის მონაცემები ცხადყოფს, რომ საკმაოდ სოლიდური ციფრია პაციენტების მოვიშველიებ ზუსტ ციფრს 450,000 პაციენტი. აი სწორედ ამ 450,000 პაციენტის მონაცემის შესწავლამ ცხადყო, რომ აი ესეთი ტიპის პრეპარატები, რაც არის ანთების საწინააღმდეგო, ხო, რასაც ხშირად ვიყენებ და სხვა შორის ჩემი დილა დღეს დაიწყო ერთ-ერთი მათგანით, ასე მაგალითად ნაპროქსენით და შესაბამისად იზრდება გულის შეტევის განვითარების რისკი და ალბათობა. ამიტომ ძალიან სწორად უნდა იყოს გამოყენებული, ძალიან ზუსტად უნდა იყოს გამოყენებული და კიდევ ერთი ფაქტი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რაზე? წყლით რა მნიშვნელობა აქვს დალევ? რაც მაგსითხეულს. ყველაფერს აყოლებენ. და ასევე მარიკა არც თუ ისე იშვიათად ხდება ალკოჰოლის, ასე ვთქვათ, შეიძლება მიყოლება არა, მაგრამ პირობითად დატვირთული როცა ხარ ალკოჰოლით, ამ დროს მიღება, ან პირიქით, ხანდახან შეიძლება მიაყოლონ კიდევაც. აი ეს არის ძირეულად არასწორი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და მიდგომა. რატომ? ჩაის შემთხვევაში ძირეულად ეს არასწორია, ხო? მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიიღო წყლით და მხოლოდ წყლით. ასევე ნებისმიერი და ჩვენ ასევე არაერთჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს აუცილებლად გასული და დაცული. არაფრით არ შეიძლება პირობითად დავუშვათ საუზმის შემდგომ ორი სხვადასხვა ჯგუფის ერთდროული მიღება. ხომ ეს წამალთა შორისი ურთიერთქმედება, ის შედეგი, რაც გინდა მიიღო, ხშირად ვერ მიიღწევა. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს გონივრული შუალედი დაცული, ხომ? აი ნახეთ, აგერ აქ წარმოდგენილია არაჩვეულებრივად პარაცეტამოლისა და ალკოჰოლის ურთიერთობა. მაინც ხდება მიზეზი ღვიძლის დაზიანების და ღვიძლის, ასე ვთქვათ, მუშაობის შეფერხების განვითარება, ანუ რაც მუშაობის შეფერხებას დევსთან, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ალკოჰოლი შესაძლოა გახდეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, კუჭის გაღიზიანების და შემდგომ უკვე წყლულის ან ღმერთმან უკნას სისხლდენის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, აუცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ეს უნდა იყოს ყოველივე მიღებული წყალთან ერთად და არასდროს არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ეს პრინციპი. ასევე იმასთან დაკავშირებით თუ კიდევ რა გავლენა აქვს ამას ყოველივე ჩვენს ორგანიზმზე, ან იგივე ღვიძლი როგორ დგება დღის წესრიგში, ამას უკვე ვნახავთ ვისი თუ არა ნუცა მამულაშვილის რეპორტაჟიდან და უფრო მეც შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით. ეს მოადგილეა ნუცა. ნახოთ სიუჟეტი. თავის წელის, კბილის, სახსრების თუ მენსტრუალურ ტკივილს. ადამიანები უმეტესად თვითნებურად მკურნალობენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, რომლებიც სახლში თითქმის ყველას მოგვეპოვება. ეგრეთ წოდებული ანალგეტიკები კი ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტებია. საერთაშორისო კვლევების მიხედვით მსოფლიოში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ტკივილგამაყუჩებლებს ყოველდღიურად იღებს. ძირითადად რისი ტკივილის დროს ვამთ ხოლმე გამაყუჩებლებს? ну რა ვიცი თუ წნევის გამო ცოტა თავის ტკივილი მაქვს ალბათ უფრო თავის. ძირითადად თავის ტკივილი. თავის ტკივილის დროს გაცეების დროს თავის ტკივილის და
სახსრების დროს. ვიცით რა გვერდითი ეფექტები შეიძლება კონდეს? ძალიან მავნებელი შეიძლება იყოს, ამიტომ ვერ იდები. კუჭის ტკივილი იცის, ღვიძლზეც ყველაფერზე მოქმედებს. ისეთ ტკივილის დროს. სახსრების ტკივილის დროს, მუხლის ძირითადად. კვირაში რამდენჯერ შეიძლება ვთქვათ დაგჭირდეთ და მიიღოთ? თვეში რამოდენიმეჯერ, ერთხელ ორჯერ მაქსიმუმ, ორჯერ ალბათ. ბევრმა არ იცის, რომ ტკივილგამაყუჩებლების, იგივე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების სისტემატიურმა და ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ადამიანები, რომლებიც გამაყუჩებელ აბებზე ფაქტობრივად დამოკიდებულები არიან, ხშირად უჩივიან კუჭის ტკივილს, რაც შესაძლოა გამწვავდეს წყლულით. ჟურნალ ლანცეტის მონაცემებით ტკივილგამაყუჩებლების რეგულარული მიღება 4-ჯერ ზრდის კუჭნაწლავიდან სისხლდენის რისკს. ხშირად ტკიოდა თავი და ვიღებდი ცოტა ძლიერს რა და მაგან ჩამომიყალიბა კუჭის წყლული, რომელიც გამისკდა და მოვხდი სამანტყოფოში მაგის გამო. ამის მერე უკვე მაქსიმალურად გაუსაძებს მდგომარეობაში თუ არ ვარ, აღარ დავვლევ არასდროს. თქვენ რამდენი ხანი სვავდით ამ გამაყუჩებლებს? ყოველ დღე ვსვავდი, ყოველ დღე და მე ორ-ორზე გადავედი, დღეში ორჯერ ვსვავდი. სულ გამაყუჩებლებზე როზი ხარ, ეს უკვე არის საშინელება. ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად და დიდი დოზით მიღება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მძიმე დაზიანება. მაგალითად, ამერიკის ჰეპატოლოგიის ასოციაციის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვიძლის უკმარისობის მიზეზთა მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ პარაცეტამოლის ზედოზირება წარმოადგენს. მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების არაერთი შემთხვევა ჰქონია პრაქტიკაში ჰეპატოლოგ ელზა ვაშაკიძესაც. ტკივილგამაყუჩებელი ანტიანთებითი საშუალებები, მათი გამოყენება ყველაზე უფრო ფართოა, ამდენად ისინი ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. აი ასეთი უსისტემო გამოყენება სწორედ განსაზღვრავს საკმაოდ ხშირად ღვიძლის დაზიანების სინდრომის განვითარებას. ღვიძლის ანთების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი გახლავთ ძლიერი საერთო სისუსტე და უღონობა. ექიმის თქმით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები მედიცინისთვის უდიდესი მონაპოვარია და დაავადების მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა მათი გამოყენება ქრონიკული ტკივილის დროს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით სიმპტომურად უნდა ხდებოდეს. აი ჩემ პაციენტებსაც მაგალითად აქვთ ხოლმე ძლიერი ტკივილი, მაგრამ მათ იციან, რომ ტკივილგამაყუჩებლის მიღება მაქსიმუმ 2-3 დღის შემდეგ დიაგნოზის დასვამდე, მხოლოდ შეიძლება მეტი არ შეიძლება, იმიტომ რომ მე უკვე უნდა ვიცოდეთ რამ გამოიწვია ტკივილი და უკვე უნდა არა გავაყუჩოთ ტკივილი, არამედ მიზეზზე ვიმოქმედოთ, რომ ტკივილის ნიველირება მოხდეს. თუ ადამიანი ანალგეტიკებს ძალიან იშვიათად და ეპიზოდურად სვამს, ექიმის ჩარევა საჭირო არ არის. მაგრამ თუ პაციენტი მას რეგულარულად იღებს, კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად, აუცილებელია დადგინდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზი, რადგან ტკივილი დაავადების სიმპტომია, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციის ნაწილი, რომელიც მიგვითითებს, რომ შესაძლოა სხეულში რაღაც რიგზი არ არის. ამიტომ აბი ტკივილს მხოლოდ დროებით აქრობს. პრობლემა კი მოუგვარებელი რჩება. ჩემთან ძირითადად მოდიან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნება ღვიძლის დაზიანების სინდრომი. და სწორედ ჩემი მოვალეობა როგორც ჰეპატოლოგის გახლავთ, რომ მე გავერკვე ხომ არ იყო ფარულად მიმდინარე ინფექცია ან დაავადება შესაძლო ვარიანტების გამორიცხვის შემდეგ, მე სწორედ ვაკეთებ აპელირებას, რომ თქვათ ვჩერდები რაღაცა მედიკამენტზე, რომლის ასეთი სიხშირით გამოყენება შესაძლებელია იყოს აღნიშნული კლინიკის მიზეზი. პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი, ნიმესულიდი პაციენტების სამედიცინო ისტორიებში ყველაზე ხშირად სწორედ ეს პრეპარატები გვხვდება. მსოფლიოში გაყიდული ტკივილგამაყუჩებლების ბაზარი კი წელიწადში დაახლოებით $30 მილიარდ შეადგენს. აი თითქმის ვერ დამისახელებთ ადამიანს, რომ რამე პრეპარატს არ იღებდეს. ხშირად ეს არ ცოდნით არის უფრო განპირობებული, ვიდრე იმით, რომ მას უნდა რომ ვნება მიაყენოს თავის თავს. აი სწორედ გაცნობიერება მოსახლეობის არის უმნიშვნელოვანესი. მაშინ, როცა გამაყუჩებლის მიღება მუდმივ ჩვევად იქცევა, მისი საფრთხე სარგებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამიტომ მედიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ. ამა თუ იმ ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში ჩაიტარონ გეგმიური კვლევები და აუცილებლად მიმართონ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ჭარბად მიღებული წამალი საწამლავია.
ბოლოს სიტყვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჭარბად მიღებული წამალი საწამლავია ეს. დიახ და ამიტომაც კიდევ ერთჯერ უნდა გავიმეოროთ და ვთქვათ, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ფაქტობრივად განუყოფელია, თუმცა ის რომ ჩვენ მათ უპრობლემოდ რეცეპტის გარეშე შევიძენ და მათი მიღება რომ ძალიან მარტივია, სრულად არ ნიშნავს, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ყოველგვარი არამიზნობრივად და ხშირად მოხდეს მათი გამოყენება. მით უფრო როცა საუბარია გულსიძარღვთა სისტემის პრობლემასთან, გასტროენტეროლოგიურ პრობლემაზე, ღვიძლი, რომელი ერთი? აი, ჩათვალეთ. თან კიდე მაგალითად წარმოვიდგინოთ ერთი ჩვეულებრივი ორგანიზმი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მხრიდან დარტყმები, ხო? ემოციური, ფსიქოლოგიური ცალკე, ფიზიკური ცალკე, ქიმიური ცალკე, არასწორი იკვება იქნება ეს თუ აგერ პრეპარატები, რომელსაც ყლაპავს ხალხი, ხო? ძალიან ხშირად უმიზნოდ და ზედოზირად. ძალიან ხშირად. ამდენი დარტყმებისგან ორგანიზმს რა უნდა ვუქრათ, ისეთ რომ ძლიერად იყოს და აირიდოს თავიდან ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე ფიზიოლოგიური, შესაძლოა ძალიან მარტივად სარჩევი, მაგრამ რიგ შემთხვევაში, როგორც ხედავ ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში, რთულად შესასრულებელი არის სწორი, ჯანმრთელი, რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმი. ზომიერება თავისთავად და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ სწორ კვებაზე, იქ თავისი კუთვნილი ადგილი აქვს ცილას, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, უჯრედის და საკვებ ბოჭკოს და ერთმნიშვნელოვნად პრობიოტიკებს. რა თქმა უნდა, ასე. კეთილი, მინდა